ბუდაპეშტში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება თბილისის მერი კახა კალაძე, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება, ასევე მონაწილეობას მიიღებს კონფერენციაში, რომელიც ევროპის ქალაქების ურბანულ განვითარებას შეეხება და სიტყვით მიმართავს მონაწილეებს. თამუნა ციკლაური აშუქებს ვიზიტს და გვერდება ახლა პირდაპირ ეთერში. თამუნა, გისმენთ. დედაქალაქების სატრანსპორტო ურბანული განვითარება, მიმართულებით არსებული პოლიტიკა, გამოწვევები და ხედვები. ეს არის ის მთავარი საკითხი, რაზეც დღეს მთელი დღის განმავლობაში ბუდაპეშტში დაგეგმილი კონფერენციის ფარგლებში იმსჯელებენ სხვადასხვა ქვეყნების დედაქალაქების წარმომადგენლები. მოწვეულ სტუმრებს შორის არის სწორედ საქართველოს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, რომელიც ასევე კონფერენციის მონაწილეებს მიმართავს სიტყვით, გაუზიარებს მონაწილეებს დედაქალაქის გამოცდილებას, სხვადასხვა მიმართულები დედაქალაქის მერიის პოლიტიკას, ხედვებს სატრანსპორტო ურბანული განვითარების კუთხით, როგორც კახა კალაძე ამბობს, ის გეგმავს ასევე ისაუბროს უკვე განხორციელებულ პროექტებთან დაკავშირებით, გამოწვევების საპასუხოდ გადადგმულ ნაბიჯებთან დაკავშირებით და ისაუბრებს სამომავლო დაგეგმილ ნაბიჯებთან დაკავშირებითაც. ასევე ამ კონფერენციის ფარგლებში მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა მოისმინონ მაგალითად ვენის, ბრატისლავას წარმომადგენლების პოზიციები, გაუზიარონ მოწვეულმა სტუმრებმა კონფერენციისა ერთმანეთს არსებული პოლიტიკა და ხედვები სხვადასხვა მიმართულებით, რათა შემდგომ უკვე მოხდეს დაანერგვა კონკრეტულ ქვეყნების და დედაქალაქების წარმომადგენელთა მხრიდან საკუთარ დედაქალაქებში. ასევე დღეს კახა კალაძეს აქვს დაგეგმილი შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროში, დედაქალაქის მერს უმასპინძლებს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და ამ შეხვედრის განმავლობაში უკვე მხარეები გეგმავენ ისაუბრონ იმ საერთო ხედვებთან დაკავშირებით, რომელიც აქვს საქართველოსა და უნგრეთს სხვადასხვა მიმართულებით, პოლიტიკის მიმართულებით მათ შორის, თუმცა უფრო მეტი დეტალი ამ შეხვედრის შესახებ ბუნებრივია გვეცოდინება მას შემდეგ, რაც შეხვედრა გაიმართება, მხარეები ისაუბრებენ და უკვე გააკეთებენ მედიასთან კომენტარებსაც. საუბარი ძირითადად შეეხება ევროპული ქალაქების ურბანული განვითარების საკითხებს. თბილისი შეიცვალა, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას, გადაადგილების კომფორტულობას. თქვენ იცით, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს დღის განმავლობაში. შესაბამისად, უნდა იყოს ყველასათვის ხელმისაწვდომი. ავარიულ სახლებთან დაკავშირებით თუ რა მიდგომა გვაქვს, როგორია დამოკიდებულება, მოვისმენთ მათი მხრიდან იგივე გამოწვევებს, როგორ უპასუხებს და ვფიქრობ, საინტერესო და კარგი მაგალითების გადმოტანა შეგვეძლება დედაქალაქში. კონფერენციის მიზანი გახლავთ იმ სატრანსპორტო და ურბანული პრობლემების განხილვა, რომლის წინაშეც დგანან ქალაქები. ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი კონფერენციების მოწყობა, ვინაიდან მნიშვნელოვანია, რომ ქალაქებს შორის ხდებოდეს იმ ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, რაც მათ აქვთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ასევე ჩვენი ქალაქისთვის, იმ გამოცდილების გაზიარება, რომელიც აქვს მაგალითად ბუდაპეშტს, აქვს ვენას. როგორც უკვე გითხარით, ბუდაპეშტი დღეს მასპინძლობს საერთაშორისო კონფერენციას, სადაც უნდა იმსჯელონ სხვადასხვა ქვეყნების დედაქალაქების წარმომადგენლებმა სატრანსპორტო ურბანული განვითარების მიმართულებით. თავად კონფერენცია სულ ცოტა ხანში აიღებს უკვე სტარტს. მოვისმენთ თბილისის მერის სიტყვით გამოსვლას, იმ გზავნილებს, რომელიც კახა კალაძეს ექნება კონფერენციის ფარგლებში და უკვე ამის შემდეგ დაგეგმილი არის შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროში. მადლობა, თამუნა ციკლაური ბუდაპეშტიდან გვერდებოდა პირდაპირ ეთერში.